მე ვარ სესილი ლორთქიფანიძე 9 წლის. ვსწავლობ სკოლა თამარიში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და კითხვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს კითხვა. 8 წლის რომ ვიყავი, მაშინ წავიკითხე ერთი კარგი წიგნი. ეს წიგნი იყო ჩარლი და შოკოლადის ქარხანა და მაშინ შემიყვარდა კითხვა. მას შემდეგ ბევრი წიგნი წავიკითხე, მაგრამ ესეთი კარგი არ შემხვედრია. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს ოჯახს. ამ წიგნის მთავარი გმირი ვიქნებოდი მე. კითხვა იმიტომაა აუცილებელი, რომ უფრო კარგი ადამიანები გავხდეთ. სახლში მაქვს წიგნების ძალიან კარგი ბიბლიოთეკა. უკვე 2 წელია ამ ბიბლიოთეკის დირექტორი ვარ მე. ახლა ვკითხულობ ერთი წიგნის მეორე ნაწილს. ამ წიგნს ჰქვია დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 4 წლის. ყველაზე ხშირად ვხატავ სახლებს, ბუნებას, კოშკებს, ზამთარს, შემოდგომას. ყველაზე რთულია ზამთრის დახატვა და ყველაზე ადვილია სახლების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ყვითელი და არ მიყვარს შავი. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. ახლა სახლში მაქვს დაახლოებით 15 კარგი ნახატი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. სხვათა შორის სოფელში მე და ჩემი ძმა სულ ვაწყოდით გამოფენას. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ჩემი ნახატები იყიდებოდეს. თითო ნახატი ეღირება 10 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ფულს ხარჯავ შოკოლადებში. ჩემი საყვარელი ტკბილაული არის კინდერი. საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. სხვათა შორის მე თვითონაც ვაკეთებ გემრიელ საჭმელებს. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის პიცის გამოცხობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა და 2 და. ჩემი ძმა არის 12 წლის და ჰქვია სანდრო. ის არის ჭკვიანი, ნერვების მომშლელი და ცელქი. ნერვებს ნიშლის, როცა წიგნს ვკითხულობ და ხმაურობს. ჩემი აზრით სანდრო გაიზრდება გამოვა გემის კაპიტანი. მამიკო არის მშრომელი, მხიარული და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და კეთილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ მექნება ოქროს დაბადების დღე. მაგ დაბადების დღეზე მინდა მაჩქონ ბოლო მოდელის ტელეფონი. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კარგი კლასელები და მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნინა წითელაძე. ყველაზე ჭკვიანია ლიზი ხარხალიშვილი. ყველაზე ცელკია დათა გუავა. ყველაზე ბედნიერი მგონია ლილე ბერიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი და პრანცია. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. 2 საყვარელი მასწავლებელი მყავს და ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. ერთი აგიული მასწავლებელი და მეორეა ლალი მასწავლებელი. ძალიან გამიმართლა, რომ ამ სკოლაში მოვედი და ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი. მე ასევე მიყვარს ბალეტი, 1 წელი დავდიოდი, მაგრამ დროის უქონობის გამო სამწუხაროდ გამოვედი. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ეხარჯება ხატვაში, თამაში, სწავლაში და დღე-ღამეში უნდა იყოს 27 საათი, რომ დრო მეყოს. ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და ხშირად დავდივარ კინოში. ჩემი საყვარელი ფილმია ნეჟა. მაგ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ჩემს შოკოლადის ქარხანას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში და იქ შევჭამდი ნამდვილ დუბაის შოკოლადს. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. სესილი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე სესილი დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ სესილი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა მარიამ. ჩემს შვილებს დავარქმევ ალექსანდრეს, ნიას და ბარბარეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 19 წლის რო გავხდები, ვიყიდი თეთრ მერსედესს. თუ ვერ მიყიდი, მამიკო მაჩუქებს. ბედნიერება არის ხატვა, მეგობრებთან გართობა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.